ბათუმში საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში განაცხადების მიღება უკვე შეწყდა. ბაღებს მიღმა კი ათასობით ბავშვი აღმოჩნდა. საბავშვო ბაღებში მიღება წელს ონლაინ რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობდა. მიკერძოებული პროცესები ამან გაახადა, აცხადებენ მშობლები. რატომ დარჩათ მათ ამის განცდა და რას აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ქეთევან მოისწრაფიშვილი იმ ადამიანთა შორისა, ვინც შვილის საბავშვო ბაღში დარეგისტრირება ვერ მოახერხა. მიზეზი ადგილების ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში სამი შვილი ყავთ, მრავალშვილიანი სტატუსით მაინც ვერ სარგებლობენ. მივედით დასარეგისტრირებლად და აი ასეთი პასუხი გაგვცეს. ადგილები შეზღუდულია, არის სოციალურად დაუცველები, ჯერ პროგრამა ასეთია და უნდა მიიღონ სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები და თუ კი ადგილი გამოჩნდება შემდეგ, როგორმე დავაკმაყოფილებთ თქვენ მოთხოვნებს. სამი შვილი 21 წლის ასაკში მე მგონი მრავალშვილიან დედად ითვლება და 3000 ბავშვი წელს ბაღების მიღმა დარჩა. ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების განაცხადების მიღება დასრულდა. ჯგუფები არის გადატვირთული 3000-ზე მეტი აღსაზრდელი რჩება საბავშვო ბაღის მიღმა. სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების მიღების პროცესი წელს ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე ბაღებში საბუთების წარდგენით მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც ბაღების გაერთიანებაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ბავშვების ინტერნეტის საშუალებით დარეგისტრირების წესი გაუქმდა. ბაღების გაერთიანებაში კი ამბობენ, რომ ონლაინ რეგისტრაციას მომავალი წლიდან ისევ დააბრუნებენ. ჯგუფები არის გადატვირთული. ის ბავშვები, რომელიც სასკოლოდ გადიან სკოლებში და გადიან საბავშვო ბაღიდან, ჯგუფში რადგანაც საკრებულოს განკარგულებით უნდა იყოს 35, ისევ რჩება 40 და 45 ბავშვი. აი ამანაც განაპირობა, ხოლო მომავალში 2015 წელს 2015 წლისათვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელექტრონული წესით დავარეგისტრიროთ ბავშვები. ბათუმის ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა პროცესის გამჭვირვალობისთვის დაინერგა. ელექტრონული რეგისტრაცია პირველ რიგში ეს არ იყო ვინმეს კაპრიზი, მოხდა იმიტომ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე ნებისმიერი თანაქალაქელისთვის, რომ არ გაჩერილიყო კითხვები, როგორ ხდებოდნენ ეს აღსაზრდელები საბავშვო ბაღში და მეორე ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა მშობლისთვის. რეგისტრაციის პროცესში პრიორიტეტით სოციალურად დაუცველი ოჯახები, დევნილები, ომში დაღუპულთა შვილები და მრავალშვილიანი დედები სარგებლობდნენ.